ბრიუსელში ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგარე შესხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ევროპარლამენტარების გარდა სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მწერალი ლაშა ბუღაძე, ჟურნალისტი ბექა ყორშია და პოლიტპატიმარ ირაკლი ქერაშვილის და ქეთუნა ქერაშვილი. ლაშა ბუღაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მოსახლეობას 30-იანი წლების ტერორის ტრავმა მთელი სიცხადით აღუდგინა. From the beginning, I want to tell you two small stories. ნებამიბოძეთ ორი ამბავი მოგითხროთ დასაწყისისთვის. 1927 წელი თბილისი. გვიანღამით გაგვახვიძეს ოთახში შემოცვიდნენ, 4 იყვნენ თუ 5 არ მახსოვს. შეიარაღებულები. მამამ დეიდაჩემს უთხრა, ამათ მიხედეო ჩვენზე და დედაჩემზე. მერე ამ კაცებს გაყვა. 41 წლის იყო, იმის მერე მამა აღარც გვინახავს. 20 წლის მერე გავიგეთ, რომ იმ ღამიდან რამდენიმე დღეში დაუხვიდავთ. 2025 წელი თბილისი. გამთენიისას შემოვარდნენ, მითხრეს, რომ მეზობლები იყვნენ. გავიხედე და 4 ადამიანი იყო. სამხრე კამერაც დავინახე. ფეხმძიმედ ვარ და ასევე პატარა ბავშვთან ერთად ვიყავი. მობილური წამართვეს, ვერ ვეჭიდავებოდი, რამდენიმე საათი გამოგუკეტეს, შეგვაშინეს, დაგვამცირეს, გვჩხრიკეს. ეს ამბები მოგონილი არ არის, ეს ნამდვილი ამბებია. პირველი ისტორია 1927 წელს მოხდა თბილისში, რომლის მთხრობელიც ბებია ჩემია, მაშინ რომ 11 წლის იყო და მთელი ცხოვრება ახსოვდა, როგორ დააპატიმრეს მამამისი სტალინისა და ბერიას ჩეკისტებმა. მეორე ისტორიაც თბილისში ამომხდარი, ოღონდ ამჯერად 2025 წლის 29 აპრილს და ერთ-ერთია იმ ისტორიათა შორის, რომელიც უკვე საკმაოდ ბევრი დაგროვდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. მთხრობელი ჟურნალისტი და ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის კრიტიკოსი მარიამ ბაჯელიძეა, რომელსაც გამთენიისას შეუცვლიდნენ სახლში. განსხვავება დიდია, ბაბუაშემი სტალინისტებმა მილიონებთან ერთად დახვრიტეს 1927 წელს, ხოლო მარიამ ბაჯელიძე და რეჟიმის ასობით კრიტიკოსი დაიჭირეს, აწამეს, დააშინეს და რეპრესიული ჯარიმებით აავსეს. აქ ჯერ სიკვდილი არაა და იმედი არც იქნება, მაგრამ ბევრმა წამებისას და ცემისას სწორედ სიკვდილს ჩახედა თვალებში. ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ როგორც ყოველთვის ევროპის ზურგი უნდა ამაგრებდეს ჩვენს ბრძოლას. საქართველო არასდროს იქნება რუსული სამყაროს ნაწილი, რადგან მჯერა რომ არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ. ტერორი და ომი მუდმივ რეალობად არ უნდა იქცეს ევროპაში. Just as loudly as her dedication and work have always been. დღეს ერთი განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა ხმამაღლა, მინდა ისეთივე ხმამაღლა ვთქვა, როგორც მისი სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარული. ეს ქალი ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელია, რომელიც ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში. მზია ამაღლობელი თავისი უტეხი ხასიათითა და სიძლიერით არამხოლოდ ქართველი ქალის, არამედ თავად საქართველოს სახია. თავისუფლება მზია ამაღლობელს. სამწუხაროდ საქართველო ციხედ გადაიქცა, ძალიან ლამაზ ციხედ, მთებით, ღვინით, პოლიფონიური სიმღერით, დიდებული ლიტერატურით, მაგრამ მაინც ციხედ. მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი გრძნობს თავს კარგად. დანარჩენები ჟურნალისტები, მშრომელები, მსახიობები, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ. ახლა მე არ ვსაუბრობ როგორც მსხვერპლი, ვსაუბრობ, რადგან ჯერ კიდევ მჯერა რომ ლაპარაკს ჯერაც აქვს მნიშვნელობა. რაც მთავარია მჯერა რომ ევროპა, ნამდვილი ევროპა უსმენს, როდესაც სიმართლე ლაპარაკობს. ამიტომ მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, ნუ აქცევთ სტრატეგიულ მოთმინებას მორალურ დუმილად. ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა და ბოლოს მინდა ქართველ ხალხს მივმართო. გჯეროდეს საქართველო, გჯეროდეს საკუთარი ძლიერების, თავისუფლების და შენი ადგილის დიდ ევროპულ ოჯახში. ქეთუნა ქერაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ არც ერთი პირი, ვინც აქციის მონაწილეებზე იძალა და დასჯილი არ არის. მან ევროპარლამენტარებს ქართველი ხალხის გვერდში დგომისკენ მოუწოდა. Today, 65 political prisoners are behind bars in Georgia. დღეს საქართველოში 65 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის 3 ქალი. ბოლო წლის განმავლობაში პოლიციამ დააკავა თითქმის 700 ადამიანი, ვინც პროევროპულ დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. მათგან ნოემბრიდან მარტამდე დაპატიმრებულთა 60% გახდა ძალადობის მსხვერპლი. ზოგიერთ დღეს დაკავებულთა 80-დან 88%-მდე წერდა არაადამიანურ მოპყრობაზე. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები, არასრულწლოვნები, შშმ პირები და ჟურნალისტები. მათ შორისაა მზია ამაღლობელი, ჩვენი თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი დამცველი. ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები, ისინი არიან სტუდენტები, ექიმები, დედები, ვეტერანები, ხელოვანები. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სინდისი. უნდა ითქვას, არც ერთი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალა და არ დასჯილა. არსებობს მმართველი ჯაჭვი, რომელიც სისტემურად არღვევს კანონებს და არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს არ არის სამართალდაცვა, ეს არის რეპრესია. ჩვენ მოგმართავთ თქვენ ევროპის ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს, თვალი ადევნოთ ჩვენს მდგომარეობას. გთხოვთ დაიცვათ ეს სახელები, ეს სიცოცხლეები, ეს თავისუფლების დამცველები, რადგან როცა ისინი იცავენ საქართველოს, ისინი იცავენ ევროპასაც. ევროპარლამენტარ ასაი უკნევიჩიანეს თქმით, საქართველოში ვითარება იმდენად სწრაფად მძიმდება, რომ ანგარიშის ტექსტების ცვლილება თითქმის ყოველდღიურად უწევთ. კიდევ ერთი ევროპარლამენტარის ნაჩო სანჩეს ამორის თქმით კი ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ აქვთ პერსონალური სანქციებია.
First of all, I would like to thank members of our უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი დელეგაციის წევრებს საქართველოდან. ვფიქრობ მეტი ფაქტი და მტკიცებულება მივიღეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რა თქმა უნდა, მივესალმებით მამაც ხალხს, ათასობით, ასობით ათასი ადამიანის წარმომადგენლებს, რომლებიც კვლავ იბრძვიან ქუჩაში. ასე რომ თქვენ ნამდვილად საოცარი ხალხი ხართ. თქვენ ხართ ჩვენი გმირები და მრავალი ევროპელის გმირები ბევრ ქვეყანაში. თქვენი ვიზიტი ძალიან დროულია. ჩვენ ყოველ კვირას გვიწევს ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა ანგარიში. ახალი მტკიცებულებების გამო, ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო, რასაც რეჟიმი ყოველ კვირას გვთავაზობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჩაგვრაზე და ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდება. კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მიდგომა, ჯოხი და სტაფილო, რომელსაც ევროკომისია ითხოვს, ამჟამინდელ რეჟიმთან არ მუშაობს და საერთოდ არ იმუშავებს. ყველა შეხვედრაზე უნივერსალური განცხადება იყო, რომ ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, პერსონალური სანქციებია. მათ მხოლოდ თავიანთი ბიზნესი და ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიული ცხოვრებით ტკბობა აინტერესებთ. მათ ჩვენი ქვეყნების უნივერსიტეტებში შვილები ყავთ, უნდა დავფიქრდეთ იმით შესახებ, თუ რატომ ვიკავებთ თავს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისგან. ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები გამოვიყენოთ, რომელიც სამართლებრივი ინსტრუმენტების ჩარჩოს ნაწილია, მაგრამ ამას არასდროს ვიყენებთ. პერსონალური სანქციები ერთადერთი ბერკეტია და ვიცით, რომ წარსულში იმ ადამიანების სახელების ხსენებამ, რომელთაც შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ, გარკვეული რეაქცია გამოიწვია. რასა იუკნევიჩიანემ დღეს თქვა, რომ ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომაზე შესაძლოა მზია ამაღლობელის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღონ, თუ ამას სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც დათანხმდებიან. იუკნევიჩიანი სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად ცოტა ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ანგარიში მოამზადეს.